მოქვის სახარების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ერთწლიანი მუშაობის შედეგად უცხოელმა რესტავრატორებმა დაასრულეს უძველესი ხელნაწერის დიაგნოსტიკა და თავისი დასკვნა საზოგადოებას წარუდგინეს. პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის დამფინანსებელი ქველმოქმედებისა და გაეროს ექსპერტებისთვის გაიმართა. სამეცნიერო სამუშაოების სახარების რესტავრაციის მიზნით გაგრძელდება. წელს ასევე გაგრძელდება საქველმოქმედო კამპანიაც, რომლის მიზანია სამუშაოების დასრულებისთვის სახსრების შეგროვება. დასკვნა მოკლედ რო ვთქვათ ასეთია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ მდგომარეობის შენარჩუნება, რაც არის და განისაზღვრა სპეციალური გზები, ეტაპები, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ამ დიდი პროექტის დასრულებამდე. ფაქტობრივად ის სამუშაოები, რაც ჩატარდა ამ პროექტის ფარგლებში, წარმოადგენს პირველ ეტაპს იმ მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმისა, რომელიც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებზე დაფუძნებით.